გამარჯობა, ვაგრძელებ საუბარს ადამიანის ემბრიონული განვითარების მეორე პერიოდზე და კონკრეტულად ისევ მეოთხე კვირაზე. წინა ლექციაზე, როგორც გვახსოვს, განვიხილეთ საჭმლის მავნებელი ტრაქტის ჩამოყალიბება და ვსაუბრობდით ამ პროცესებზე, აი ამ სურათის დახმარებით. ეს სურათი წარმოდგენილი არის ჩანასახის საგიტალურ კვეთში, რომელიც აი დამატებით აქ რო გავატაროთ წინიდან უკან, მივიღებთ ასეთ სურათს და გადიდებულია. დღეს უნდა ვისაუბროთ ასევე ძალიან მნიშვნელოვან პროცესზე, ანგიოგენეზზე და ამაში დაგვეხმარება აი ეს სურათი. იგივე ნაირად არის ნაჩვენები ამ სურათზეც, როგორც აი აქ, ანუ კრანიალური ნაწილი აქ არის, კაუდალური აქ. აქაც იგივე კრანიალური ნაწილი ეს არის და კაუდალური ეს. ახლა რა სტრუქტურები გვაქვს ჩვენ ამ ფოტოზე და შემდგომ განვიხილოთ უკვე ამ სტრუქტურებიდან რა წარმოიქმნება მოზრდილ ადამიანში, უკვე რა სახით არის ეს სტრუქტურები წარმოდგენილი. აქ გვაქვს აორტის რკალები, რკალები იმიტომ რომ რამდენიმეა. წინა კარდინალური ვენები, ესენი ორი გვაქვს, აი როგორც ხედავთ, მარჯვენა და მარცხენა შესაბამისად და დორზალური აორტები. აორტაც ორი არის ამ პერიოდში მეოთხე კვირაში, ესეც მარჯვენა და მარცხენა. რახან გვაქვს წინა კარდინალური ვენები, ბუნებრივია გვექნება უკანა კარდინალური ვენები. ახლა, გარდა ამისა, აქ გვაქვს ჩვენ აი ეს სტრუქტურა, აი როგორც ხედავთ, გულიდან გამომავალი და ბუნებრივია ეს იქნება აორტალური გაგანიერება ან აორტალური ბოლქვი შეგვიძლია ვუწოდოთ და ესეც გარდაიქმნება ერთ სტრუქტურად, რომელსაც მოგვიანებით ვახსენებ. დავიწყოთ ახლა განხილვა დორზალური აორტებიდან, მარჯვენა და მარცხენიდან, რა ვითარდება. ისინი გვაძლევენ დაღმავალ ტოტს და ერთი სახით ჩამოყალიბდება, ანუ ეს გაერთიანდება და ერთ სტრუქტურას გვაძლევს, შესაბამისად იძლევა გულმკერდისა და მუცლის აორტას და მათგან გამომავალი ტოტები და ჩამოთვალოთ ახლა ესენი თუ რა იქნება შემდგომში. ეს არის ხერხემლის არტერიები, ნექტაშორისი არტერიები, წელის არტერიები, გავისა და კუდუსონის. ასევე ვისცერალურ ტოტებს იძლევა ფაშვის ღეროს, ჯორჯლის ზედა არტერიას და ბუნებრივია ჯორჯლის ქვედა არტერიას. გარდა ამისა გვაძლევს წყვილ ტოტებს, ესენია თირკმლის არტერიები, თირკმელზე და ჯირკვლის არტერიები და როგორც გვახსოვს აქ სამი წყვილი ტოტია და სასქესო არტერიები, ბუნებრივია ქალბატონებში საკვერცხის, მამაკაცებში სათესლის. ესეც წყვილი. ნუ ყველა წყვილია აქ. და ასევე გვაძლევს კაუდალურ ნაწილში სიზარღვებს, ეს არის გავიშვა არტერია, რომელიც ამ შემთხვევაში არის კენტი და როგორც გვახსოვს გავაზე განთავსებულია, ესეც მუცლის აორტიდან გამომავალი და მცირე მენჯისა და ქვედა კიდურების არტერიები, ჯამში ასე ვახსენოთ, დაწვრილებით აღარ ჩამოვთვლით. ახლა რაც შეეხება აორტის გაგანიერებას, რომელიც აი აქ არის მოთავსებული, ბოლქვი იგივე გვაძლევს ბუნებრივია აღმავალ აორტას და აღმავალი აორტა თავის მხრივ გვაძლევს მარჯვენა და მარცხენა კორონარებს. რაც შეეხება აორტის რკალებს, როგორც აქამდე ვახსენეთ, აი რამდენიმეა აქ მოთავსებული, ეს იძლევა აორტის რკალს. არტერიულ სისტემას ფაქტობრივად მოურჩით და გადავიდეთ ახლა ვენურზე, როგორც ვახსენე, გვაქვს წინა კარდინალური ვენები, ანუ მარჯვენა და მარცხენა. მარჯვენა იძლევა ზემოღრუ ვენას და ბრახიოცეფალიკას მარჯვენას. მარცხენა ნაწილობრივ რედუცირდება, თუმცა იძლევა კორონარულ სინუსს და ეგრეთ წოდებულ მარშალის ვენას, იგივე ირიბ ვენასაც ეძახიან მას, რომელიც მარცხენა წინაგულშია განთავსებული და ბუნებრივია მარცხენა გვაძლევს ბრახიოცეფალიკა მარცხენასაც, იმიტომ რომ მარჯვენა მოქცა ბრახიოცეფალიკა მარჯვენა, აქ შესაბამისად სინისტრა, ანუ მარცხენა გვექნება. რაც შეეხება უკანა კარდინალურ ვენებს, ესენი დროებითია და თითქმის სრულად ქრება და რაც არ ქრება, ეს გარდაიქმნება თეძოსაერთო ვენებად, ანუ მარჯვენა და მარცხენად და ნაწილობრივ მცირე მენჯის ვენებად. დანარჩენ პროცესზე შემდგომ ლექციაში ვისაუბრებ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.